მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოვედი თქვენთან. კარგ დღეს გისურვებთ და იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. მივდივარ აქვე ჩემთან ლიბრესა და PSV საფრთხეში. შაბათი დღე გვაქვს მოგეხსენებათ და შაბათი დღეს თვითონ დაბაში არის ხოლმე ისეთი სიწყნარე, სიმშვიდე, ბავშვები ჭუჭყუნებენ, მაგრამ მასა ხალხი სახლშია და ისვენებს და ტრასა გაცოცხლდება ხოლმე, იმიტომ რომ თბილისიდან ჩამოდიან, თანაც ახლა გადაბმულად 4 დღე დასვენება, ის გადასარავი. მივდივარ, რაღაცები მაქვს საყიდელი. ასე ადრე არც გაღვიძებას ვაპირებდი და არც ქუჩაში გამოსვლას, მაგრამ ჩემ მეგობარს ჰქონდა საქმე, მოირბინა, გადავეცი ხლეშკა და რადგან ჩამოვედი ბარეღამ ვიფიქრე გავისეირნებ მეთქი. ძალიან ის მქონდა დატვირთული დღე მქონდა გუშინ. ძალიან ბევრი რაღაცა გადავდა, მოკლედ დავალაგე მე ერთ ადგილას ამოსალესები იყო, იქ სადაც პლინტუსია მიკრული და არ მინდა პლინტუსის მიკრვა ისე რომ ღია დარჩეს ხახა იატაკს არ ამოძვრეს იქიდან რაღაცა ჭია ღუა. ცხოველები მყავს და მინდა რომ დაცული იყოს მაქსიმალურად. ცოტა თაბაშირი მქონდა, მივზილე და იმას ქვენი აქვია ამოვლეს. რომელი ტორტების ლესვა არ ვიცი და ეგ ერთი და იგივეა, დამცინო და ოჯახი ბოლოს შედეგი რო დაინახეს. დასიკო რომ სამსახურიდან გამოვიდა, ჩემი ქმარიც რა მოვიდა. დღეში ხარ შენ? დღეში ვარ, და რემონტს ვაკეთებ. და მოგეხსენებათ ერთ რაღაცას რო გააკეთებ, 1000 რაღაცა იმაშვება მერე, ხო? გასაკეთებელი ხდება და გადმოსადები და გასაწმენდი და მოკლედ ძალიან ისეთი დღე მქონდა. ფათაფუთა. ამ შაბათკვირას მინდა რომ ჩემ სცენარებს მივხედო. დედასთან მინდა რომ გავიდე და რაღაცა მიწა წამოვიღო, სცენარები წამოვიღო, რაღაცები. ჩემი მეგობარი ერთი იტალიაში მიდის მეუღლესთან, მეორე გერმანიაში მიდის მეუღლესთან და მოკლედ იმათი გაცილებები ჰქონდა და ასე. ხო, დედა ჩემს სიახლე აქვს. ქათმები შეიძინა კვერცხის მბებლები. და უნდა მივიდე და მივულოცე ქათმებს ახალ მოსახლეობა და დედას ახალ კვერცხიანობა. უკვე კვერცხს დებენო, ახალგაზრდა კვერცხის მბებლები არიანო. რამდენი ვიყიდეო? 5 წელში მივეცი 200 ლარიო, ესე მითხრა ხაშურის ბაზარზე. ხო და ახლა უკვე დავიწყეთ განაცერის შეგროვება, პურის ნატეხის შეგროვება და ასე შემდეგ. აგერ მოვედით ლიბრე და PSV-ში. ცხელა. ზამთრიდან გადავხტით პირდაპირ. გუშინ იყო 27 გრადუსი. ახლა 27 მაისისთვის რაღაც თან ასეთი დიდი ნახტომით ძალიან მებევრა. ხო და ცოტათი თავი მტკიო და გამაყუჩებელიც კი თავი. ცოტათი კი არ გაიგვარიანად მტკიო და მეორეთაც დავლია, არ მიშველა ერთმა. აქ გვაქვს ჩვენ ტორტების წერტილი. გასინჯული მაქვს ამათი ტორტები. ნათიას ტორტები. ძალიან გემრიელი ფუმფულა ბისკვიტი, კარგად დანამული, ესეთი კარგად აწყობილი, ცივილურად ჩალაგებული. კრემი გემრიელი. მაგრამ ისეთ როგორია, ეს არ არის საოჯახო ტორტი, ეს არის როგორ გითხრათ? ბელას ტორტი დავუშვით. მადარკის ტორტი. მე ორივე ძალიან მეგემრიელება, თუმცა ეს არ არის ესეთი ძალიან ძვირიანი სეგმენტი, რომელიც აქ არ იმუშავებდა.
თბილისიც კი ისე ცუდად მუშაობს. ნამდვილ კარაქს რო დებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგეთ არ არის. თუმცა ძალიან გემრიელია. აბატონო, ჩრდილი უკვე სასიამოვნოა. ჩრდილი დედა მომართა. ისეთი მინდვრის მხალი. მოკრეფილი, დამუშავებული, გარეცხილი, ცინცხალი, სუფთა პარკში ჩადებული. არც კი გამივლია. მოვედი მოხარში, შევაზავე და გადავიხე. მომწერეთ აუცილებლად ვიდეოს ქვემოთ. ავტვირთავ დღეს. მომწერეთ აუცილებლად ვიდეოს ქვემოთ, შემოგარქებო. თქვენ როგორ აკეთებთ მინდვრის მხარს? შევდივარ მაღაზიაში, აქ გადაღება არ შეიძლება და დღის განმავლობაში შეგიხმიანებით. აბა კარგი. მოვი მაღაზიე, ჩემო კარგებო. და მივდივარ შინ. დიდი რიგი იყო, არ ვიცი დღეს პესპეს ფასტაკლება აქვს თუ რა ხდება. ბევრი ხალხი იყო ძალიან. ხო და შევიძინე ოქტენისანი. ოქტენისანი არის ხალხო, გაჩვენებთ აგერ. სახში რა მივალ შეიძლება დამავიწყდეს. ოქტენისანი არის ოქტენისანის ლოსიონი. ანტისეპტიკური ლოსიონია. იბანენ ჭრილობას, გაღიზიანებულ კანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ამაში ხმარობენ და ტასიკომ რაღაცა ქერტულს ვამჩნევო თავსო და ხო არის ხანდახან რაღაცა შეჭამს ადამიანი, რაღაცა სეზონი შეიცვლება, შამპონს შეიცვლის და რაღაცა არ მომწონსო და ოქტენისანი ძალიან გშველის საერთოდ. დაიბან ოქტენისანით გაგისუფთავდება ყოლიფერი. და ვიყიდე ოქტენისანი. აი ასე. მივდივარ ახლა. ხო, კატის საჭმელიც ვიყიდე ლიბრეში. და მანგოზე და ავოკადოზე ქონდათ ფასტაკლება. ავოკადოები ისეთი პატარა იყო და თან ის ჯიში იყო, რომელიც მე არ მიყვარს. მე მიყვარს უფრო მეგემრიელება და კურკეჩი უფრო პატარა აქვს. იცით რომ მელს, რომელიც უფრო მუქია და კი არ პრიალებს, ეს ხაოიანია. და რომელიც ის კი ყვასყვასამწვანეა და პრიალებს. ის რაღაცა არ მომწონს. თმა მაქვს შესაღები. ძალიან არა, მაგრამ აი ძირები თეთრი როა. ძალიან თხლად ჩანს თმა. მივხედავ ამ მაგასაც. ავოკადო ალბათ ძალიან ბევრნაირი სახეობა არსებობს. ჩვენთან ეს ორი შემოდის, ორი მაქვს მე ნანახი მარტო და ატარებიც იყო და აი ის ჯიში იყო, რომელიც მე არ მიყვარს. პრიალა და ღია მწვანე. მე მიყვარს აი ლამის მურშაოში რო გადადის და ხაოიანი რო. ხა. დედა. ასე. მოკლედ, საყიდლების ამბები მოვითავე. სახლის საქმე მაქვს ძალიან ბევრი. ისევ დალაგებები, გადალაგებები. და დღეს სავარაუდოდ ვიჯდები სახლში. ასევე მინდა და რაღაცა გამომეცხო. რადგან უკვე კარგა ხანია. ესეც რაციონალურად ვიკვებებით. არ დაგვირღვევია ნამდვილად. აი ულუფებსაც რო გაჩვენებთ, მე მგონი ნორმალური ულუფებია და 5 ჯერ უნდა ჭამო ეგეთი და 5 ჯერ მე ვერ ვჭამ. მაქსიმუმი 4 ჯერ ან 3 ჯერ. ხო და ესე მინდოდა რომ რაღაცა ორ კვირაში ერთხელ ტასიკოს დასვენების დღეს რაღაცა გემრიელობა გამომეცხო. ოღონდ თქვით რომ გამოვაცხოთ პატარა ულუფ, აი ნახევარი პორცია მაგალითად პატარა ფორმაში. კარგი ფქვილი, რომლითაც ვაცხობ ძალიან ცოტა მაქვს. ნახოთ, თუ გამოვაცხობ თქვენთან ერთად გამოვაცხობ, ჩემო კარგებო. რა ჭაჭიათ მზეა? კარგია რომ ისვია ის. ქერო მიცავს.
ნახე რომ იცავს. ისე გამომეტირა, ბუბუ, ისე გამომეტირა. რა დღეში იყო. რა ვქნა ვერ მივაჩვია. უკვე მეორე ძაღლი, რომელსაც ვერ მივაჩვია, სახლში მარტო ყოფ. ნაყინს მიესმევენ იქ. ჩვენ არ ყიდულობთ ნაყინს. ვიტმენთ. არ ყიდულობთ. ბევრი კალორია აქვს. არ არის სასარგებლო. მაგრამ მიყვარს. მეც ვაკეთებ ხოლმე ნაყინს სხვათა შორის და ძალიან გემრიელია. და ძალიან ძვირი გამოდის. ხო. იმიტომ რომ კარგი გამოდის, როცა ნატურალური რძეა, როცა ის არის ეს არის. ულუფა პატარა გამოდის და ძვირი ჯდება, მაგრამ იცით როგორია? აი რაღაც ჩემ ბავშვობის გემოსკენ მიდის. ჩემ ბავშვობაში კი იყო ცარიელი წყალი უკვე ნაყინი, მაგრამ აი წონით რო იყიდებოდა ხოლმე. აქ იყო ისა. ეგეთი გემო ქონდა. წავედი აბა ჩემო კარგებო. შევალახვა სახლში. და მოდით ერთად დავალახოთ. და გადადგმა გავაკეთოთ. მოვედი შინ ჩემო კარგებო. რა თქმა უნდა შევარდე აბაზანაში, დადგა უკვე მაგისი სეზონი. როგორც გარეთ გახვალ აბაზანაში უნდა შევიდე, ეგრე. უკან ხედავთ აგერ რა ხდება. ხო და აი ამ ყველაფერს უნდა მივხედო. დედას უნდა მოუწყო პატარა ოთახში საძინებელი. იმიტომ რომ ხშირად მოუწევს ხოლმე დარჩენა და იმიტომ რომ მე და ტასო ვიქნებით ხოლმე ხშირად გასასვლელები. ხო და ხშირად მოუწევს ხოლმე დარჩენა დედას. ამიტომ მინდა რომ მოუწყო პატარა ოთახი. პატარა ოთახი რომ მოვაწყო, პატარა ოთახი დავცალე და ეხლა იქ უნდა გავუკეთო რაღაცა. განათება, თავისი კომპიუტერის ადგილი, რაღაცეები. მოვიმზადე, უჭმელი ვიყავი გარეთ გასული, მოვიმზადე შვრია, იგივე ჰერკულესი, ნახევარი ბანანი ჩავაჭერი და ერთი ის ნაჭერი ჩამოვაჭერი იმას. მანგოს. დავამატე 2 სუფრის კოვზი მაწონი. ანუ როგორ ვაკეთებ, იცით? არ ვხარშავ არასოდეს. ხა ეკრანზე ძალიან დიდი და ბევრი ჩანს და მაგ ხელა არ არის. შვრიას კარგად გავრეცხავ ხოლმე საცერზე, რომ აი ეს რაღაცა ფხაჭუნები რო არის ხოლმე ხანდახან შიგნით, ისინი ამოტივტივდეს, გადავწურავ, ვამატებ მე მაწონს და ვამატებ ხოლმე ასე ზესუმზირის თესლი, ხილი, კაკალი, რა ვიცი მე, ხილი რაც ამაკ, შოკოლადი გახიხილი, ხაჭო. მაწონი თავისთავად ალბობს და აღარ უნდა მას ხარშვა. ჩემ მოჭკვით. და გამომდის რაღაცა ძალიან გემრიელობა დილით ხილთან ერთად. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ცილოვან დიეტაზე ჰერკულესის მიღება არ შეიძლება. მაღალი ფულები აქვს. პირველი ჭამა და თანაც ხილით დილით დილა აღარ არის უკვე 12 გადაცდა. შეიძლება. თან რა შეიცით საქმე? მაწვიანი ჰერკულესი ძალიან მიამებს. რაღაცა კუჭის პრობლემები მქონდა მე. პატარა პრობლემები, აი გაღიზიანებული იყო რაღაცა. ყველაფერი მოვიგვარე, მაგრამ ვაგვირდები რომ დილით ეს მიხდება. აი, გასულ თემო კარგება. არ მოყავს ეკრანზე მიხდება, მაგრამ თან გაჩვენეთ და თან შემომეჭამა. ახლა მინდა გაჩვენოთ რა. მე ძალიან მიყვარს ეს კომპანია, ბიუჯეტური და ზუსტად ვიცი რომ მეცნიერებმა შექმნეს, არ არის ესეთი აჭრელებული, არ არის არომატიზირებული, ნაკლები ქიმია აქვს და ჩემთვის ძალიან ეფექტურია. და აი ნაკრებზე ქონდათ ფასდაკლება. საიტზე ვნახე ამას წინათ და ეხლა თან ქულები მქონდა, თან რაღაცეები მქონდა, მოკლედ ქულები იყო თუ რაც იყო, გავჭრათ. არა, ქულები ვერ გამოვიყენე, იმიტომ რომ ბარათი არ მქონდა თან, უბრალოდ ის უკარ ნახე. პასპორტის
აქვს ნომერი. ფასდაკლება არის თავისთავად 40%-იანი. და ეს რადგან არ არის ისედაც ბიუჯეტური პროდუქტია და 40%-იანი უკვე კაი რა ჩამწუდებულია, ვერ გავხსენი ვერაფერ. აი ასე. აჰა, არის შეფუთვა ქონია კიდე შიგნით. ამათ ძალიან ბევრი ხაზი აქვს, ძალიან ბევრი პროდუქტი აქვს და მე ძალიან მომეწონა ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთის ხაზი. მაქვს ამათი ზეითუნის ზეთის ხილის დუშკელი და აქვს არაჩვეულებრივი სურნელი და ძალიან კარგია. ახლა რატომღაც მეგონა რომ შიგნით იყო 4 პროდუქტი და შიგნით არის 3 პროდუქტი. აბა ნახოთ. და რა წვრილად წერია. კრემი, ყოველდღიური მოვლისთვის. ეს არის. არ არის 4, ეს 5 ჩანს. 5-ია. აი ამისი 5-ია, 3 პროდუქტი უნდა იყოს. ესე იგი, აქ გვაქვს ჩვენ კრემი. ინტენსიური დატენიანებაო, ასე წერია. კაქის სუნი აქვს. თუმცა ჯერ ფოლგა აქვს. აქ გვაქვს ჩვენ ასეთები მე მაქვს ანტიაკნე რაღაცა SPF-ით. მინდა პატარა ვარო, ეს არის აი ამისი. აჰაჰა. თალის კრემი. და ეს არის ხელის კრემი, hand კრემი. მე მიყვარს ამათი გიჟდები. კარგი სუნი აქვს. ამათი გიჟდები, ლოსიონი კი არ არის. არც ბალზამი არ არის, ესე ბალმი ქვია, არ ვიცი ეს ბალმი რა არის, მოკლედ ლოსიონია რა. ლურჯი ბოთლია, თეთრი დოზატორი აქვს და აწერია გდანსკინი. მოკლედ გდანსკინის შამპონი მაქვს და შამპონს მე სპეცხმარო. და მისი ეს ლოსიონი ისეთი სუნი აქვს, რომ აი იმას რომ ხმარო, რას უნდა მოგასწიო, ყველა მაგას მეკითხება. და ყველგან არ არის ხოლმე, ახლა აქაც ვიკითხე, მაგაზეც არის ფასდაკლება, აქაც ვიკითხე და მხოლოდ შამპონი მაქვს მითხრა. ანუ აი ეს 21 ლარი გამოვიდა. დუშკელი ქემაკ ამ ხაზის. მე ამათი დუშკელი ბევრნაირი მქონია, ახლაც მაქვს ქოქოსი და კიდევ რაღაცა, ხო, პიტნა და მოხიტო მაქვს. ესე ქვია. რო გითხრათ არც ერთი არ მომწონს. ძალიან კაი სუნი აქვს ქოქოს, ეს მოხიტო ჩემთვის ძალიან მძაფრია და ცოტა კანს მიშრობს ერთიც და მეორეც და აი ეს ზუსტად ჩემი გამისთვის არის. მოკლედ ეს არის ჩემი იაფასიანი შენაზენი, ყოველდღიური და მე მაქვს ძალიან საინტერესო და ვრცელი სტატია წაკითხული. იცით რაზე? ასე მაგალითად უფრო მეტ შედეგს მიაღწევ ბიუჯეტური კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებებით, თუ მას გამოიყენებ რეგულარულად და თუ იპოვი შენთვის შესაფერის. და ვიდრე იხმარო დავუშვათ რაღაცა ჟივენში შანელი და გადაიხადო უამრავი ფული და არ იხმარო რეგულარულად და იძახო რომ შანელიაო და შენ შეიძლება სულაც არ გიხდება. და იგივე ანალოგია იყო მოყვანილი ვარჯიშთან, აი რაღაც ძალიან წარმატებულ ფიტნეს ინსტრუქტორთან, რომ იარო არარეგულარულად და სახლში გააკეთო თუნდაც 20 ბუქნი რეგულარულად, დილით და საღამოს. ყოველ დღე, კვირაში 7 დღე, თვეში 30-31 დღე, მთელი წელი. შედეგი გაქვს უფრო მეტი, უფრო ეფექტური და უფრო სტაბილური, ვიდრე აი ამ ძვირიანი ინსტრუქტორთან და აი ამ ძვირიანი კოსმეტიკური საშუალებებით და მოკლედ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
ამ ბავში და ეს რო წავიკითხე გავაცნობიერე რომ არ უნდა გავეკიდო რაღაცა ძალიან ძვირად ღირებულს და ძალიან სასწაულს და რაღაცას და ანალოგიური შემიძლია ვთქვა სუნამოებზეც ბიუჯეტური სუნამო ბევრად უფრო მომწონებია ზოგი ვიდრე ძალიან მაღალფასიანი ასე რომ გემოვნებაზე არ დაობენ ვის რა მოსწონს ვის რა უხდება და ვის რისი ჯიბი აქვს ასე რომ ჩემო კარგებო მიულოცო ჩემ თავს ეს რო დავტესტავ აუცილებლად გეტყვით როგორია და რანაირია და თუ თქვენს ხმარობთ აუცილებლად მომწერეთ რაღაცას აშავებ ჩემი ბუბუწავედი მივხედა და თანაც შვრია მაქვს საჭმელი როგორც იქნა მეღირსა თაროები აი ასე ისე მიხარია მეტი რო არ შეიძლება ჩემი წვრილ-წვრილი რვეულები წიგნები დამტენი რა ვიცი რაღაცა კოსმეტიკა რომელიც ყოველდღიურად მჭირდება აი აქვე დავდოთ ახლა ჩვენ აი ეს თარო არა გვაქვს თუ რა ისე მიხარია მეტი რო არ შეიძლება აი რა პატარა რამე უხარია ადამიანს აი ასე გაიცანით ჩემი ირმები ეს არის ბროკოლი ხელფეხიანი ბროკოლი რომელიც გვახსენებს რომ ჯამრთელი კვება უპირველეს ყოვლისა ეს ტასიკამ ფოტოსები იყიდა ზამთარში ჩავიცვა ბუბუს გავახარებ ვითამაშებთ ხოლმე და ჩემი იკეას ირმები ჩემი შვედი ბიჭები ტასიკომ დაარქვა მოიცა რა ქვიათ გონი ლინდგრენის პერსონაჟები არიან ლასე და ბოსი არიან თუ რაღაცა სხვა დაარქვა აღარ მახსოვს შვედი ბიჭები ასე ახეთ რა ჩვეულებრივი ამინდია შესანიშნავი პირდაპირ ბობოკი შენ არ გამოხვიდა სიხარულო აი თაზე ნელ-ნელა დნება თოვლი როგორ აყვავდა წაბლი უი დაუბარიათ აქ რაღაცები ეთქობა რაღაცების დარგვას აპირებენ ყვავილებს ან რაღაც გამოცოცხლდა და გამოყოჩაღდა ჩემი სუკულენტი უყვარს მზე წყალსაც ვუსხავ ესეთი გაყვითლებული და გასაცოდავებული იყო ისეთი გაყოჩაღებულია აი რაც შეეხება როზმარინი მე მგონი გახმა რაო ბუდუსი შემოვდივარ შედი ჩემო სიხარულო აი ასე ნახეთ გოგოებო რატო ჩავრთე ახლა კამერა რომ აი ეს გაჩვენოთ ტასიკო აწყობს პაზლს და რომ არ დავშალოთ აი ესე დავსხედით და ესე მივირთმევთ სხვათა შორის მართლაც ისევ მწვანე ფხალი ეზოსი ცოტა წიწიბურა ქათამი კიტრი ყველი და აი ეს ერთი ცალი არის როგორც ბლინი ისე მაქვს გაკეთებული ყველით ოღონდ არ არის შიგნით შაქარი მოკლედ შიგნით არის ჩახეხილი ცოტა ყველი საღამო მშვიდობისა ხალხო ჩემებო კარგებო როგორ ხართ აბა ასე ვიზავ ცოტას ასე აბა როგორ მყევხართ ჩემო კარგებო საღამო კი არა დაბნელდა უკვე შუქი გქონდა ჩამქრალი გამორთული იყო შუქი აი საერთოდ გარშემო თუ კი რამე ჩანს მოხისი ხაშური ქვენად ყველაფერი გამორთული იყო შაქრის ქარხანაშიც კი ერთი ნატურა არენთო დაახლოებით 10 წუთი იყო შეიძლება არც კი გამორთული და დაგვიბრუნდა ჩვენი შუქი გაგვეხარდა ძალიან იმიტომ რომ ბევრ საქმე მქონდა ასე მაგალითად წამოწყებული მქონდა ჩემი მაისური როგორ მოგწონთ მასე მაგალითად ცოტა დიდი ქილა ავიღე
აშკარად არ მჭირდება ამ ხელა, მაგრამ უნდა ჩავდო წნილი და ეს უფრო კარგია. დიდი ჯობია პატარას. დედამ ტომსიკაში მომცა გამხმარი ნიახური, ჩავყრე ხამ ნიახურებს ძირში. გაჩვენებთ როგორ ვაკეთებთ მე და დედა ამას. ზოგი ისე აკეთებს, ზოგი ასე აკეთებს, ზოგი რას უმატებს, ზოგი რას უმატებს, მე ვაკეთებ შემდეგნაირად. აჰა. ესეთი. ხმელი ნიახურის ძირები ჩავყარე, თუ ნედლია მაგას რა ჯობია. შემდგომ დაჭრილი ჭარხალი მაქვს, ასე. აგერ ბატონო ძირზე ჭარხალი. შემდგომ ახალი კომბოსტოს ესეთი ნაჭრები მაქვს. ერთი კომბოსტო იყო საშუალო. ისე კოხტად ლამაზად ჩავალაგებ ახლა ამაში. და უბრალოდ დავასხავ მარილ წყალს. ხო, წიწაკას ჩავაყრი. წითელ წიწაკას დებს ხოლმე დედა, მე არ მაქვს მთელი ხმელი წითელი წიწაკა მაქვს. დაფქული და დაფქულს ჩავაყრი. ამასწინათ რუსის ბლოგერი ვნახე, გასწავლითო ქართულ ჟავე კომბოსტოსო როგორ კეთდებაო და იცით რა ჩაყარა? მდოგვის ფხვნილი. ალაგ-ალაგ ჭარხლებს ჩავაყოლებ, მოკლედ ერთი დიდი ჭარხალი და ერთი საშუალო კომბოსტო იყო. მიყვარს წითელი როა. და საერთოდაც ამ იმაში მაისში რა დროს კომბოსტოს მჟავეა თან ახალი კომბოსტოთი, მაგრამ ძალიან მომინდა, იცით, ამ ზამთარს მე შესაბამისი რაოდენობის მჟავე ვერ მივიღე. რაღაც ესე მოხდა და გადავწყვიტე რომ ჩემ თავს გავუკეთო ცოტა მჟავე კომბოსტო. აი ასე. აჰა. დედა ჩემი ისე ლამაზად ჩააწვენს ხოლმე. თვითონ შესახედადაც ლამაზია, ხა მე ესე ლამაზად არ გამომდის, მაგრამ სამაგიეროდ გემოზეს დიდად არის მოქმედებს. მაგრამ ლამაზი როა კაია, თვალი ჭამს და თვალი სვამს, როგორც ამბობენ. აჰა. ასე. აბა. ესეც ასე. კოხტად და ახლა თუ ძალიან გვეჩქარება ხოლმე. ცხელ წყალში ვხსნით 1 ლიტრზე 1 დესერტის ან სუფრის კოვს და ცხელს ვასხავთ, რომ უფრო სწრაფად იყოს, მაგრამ არ მინდა ახლა ცხელი, ახალი კომბოსტოა, ნაზია, უკვე თბილა კი არა და ცხელა და მალე ადუხდება, რამე ჩქარება, როცა იქნება. ეს. გავაკეთებ ახლა. ჩვეულებრივი ონკანის წყლით მარილ წყალს და დავასხავ ისე რომ გაივსოს. ხო, წიწაკა არ დამავიწყდეს. თან გადავავლებ ამ ჭარხლიანს არ დამიმაქავდეს ეს დაფა. ასე. და ამ დაძნილებას რომ მოვრჩები, ჩემო კარგებო, უნდა გამოვაცხო შიფონის ბისკვიტი ქვია მე მგონი, მოკლედ შოკოლადის ბისკვიტი უნდა გამოვაცხო მდუღარე წყლით. ძალიან სასიამოვნო და ნაზი ბისკვიტია. ასიკო მთხოვა ტრაიფლი გამიკეთეო. ტრაიფლი ანუ ტორტი ჩიქაში. რომელიც ორცხობილითაც შეიძლება გაკეთდეს ჩვეულებრივი ბისკვიტით, მაგრამ ეს გაცილებით უფრო გემრიელია. ავიღოთ დიდი მეზურა. ავიღოთ ერთი სუფრის კოვზი. ხორხოშინა მარილი მაქვს, დედამ მომცა. ჩემმა მეგობარმა აჩუქა ერთი ტომარა და ახლა როცა მჭირდება ხოლმე დედამ მე ცოტას მატანს. რაიპოლი ყოლა სადარი რომ აქვს ახლა. რა ყოლო გავნა. აუ. რომ აქ ფაქტია და სადამაკრო არ მახსოვს. აბა რა უყო. დარირარა.
ხალხო ხორხოშინა მარი ჩვეულებრივ მარილს. ჩვეულებრივ მარილს ჩავყდი. ორე. ხორხოშინა კარგი იქნებოდა რომ იყოს ეს კონსერვაცია. აჰა, 1 და 9. მეგონი ლიტრა 9 იყო. არაფერს. ეს მარილიც კარგად წავა. ორე. მაგარანის ლიტრი და 250. ჰაერში დატრიალდა ეს წიწაკის ან რო ჩავყარე წიწაკის ოხშივარი ყილ დამეწვა. ხარა უნდა დავაფარო, დავასხა და დავაფარო. აუცილებლად გადავიღებ შოკოლადის ბისკვიტს დუღარე წყალზე. მე დარწმუნებული ვარ თქვენ მოგეწონებათ, ცალკე ვიდეოთ დავდებ. ხო და აი იყო. აჰა, აი ეს. აი ესე შემოგარქება. უი, არა. ცოტა აკლია, დავამატებ ამასაც. ასე, ჩემო საყვარლებო. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მიყურეთ, მომწერეთ, გამოიწერეთ, გააზიარეთ, გამოიყენეთ რეცეპტები, მომწერეთ თქვენი კომენტარები, თქვენი აზრი ამ რეცეპტების შესახებ და შევხვდებით ხვალ. აბა